გაწუხებთ ფეხის ტკივილის სიარულის დროს. შეიძლება ეს უბრალოდ დაღლა იყოს, ან იყოს პერიფერიული არტერიების დაავადების ნიშანი. პერიფერიული არტერიების დაავადება არის ქრონიკული მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება სისხლის მიმწოდებელი სისწარღვების შევიწროება ან დახშობა. ეს დაავადებები ძირითადად გვხდება შუახნის და მოხუცებულობის ასაკში, გულსისრწყთა და ცერებროვასკულურ დაავადებებთან ერთად, თუმცა ახალგაზრდა ასაკში შეიძლება რომ შეგვხვდეს, მაგალითად ბიურგერის დაავადება, რომელიც უმეტესად ემართებათ ახალგაზრდა მწეველ მამაკაცებს. პერიფერიული არტერიული დაავადების უპირველესი სიმპტომი არის ეგრეთ წოდებული ხანგამოშვებითი გოჭლობა, როდესაც პაციენტი გარკვეული დისტანციის გავლის შემდეგ იძულებულია გაჩერდეს და ფეხი დაასვენოს, რათა სიარული გააგრძელოს. დაავადების განვითარება შეიძლება მრავალი ფაქტორი დაედოს საფუძვლად, მაგალითად მოწევა, მაღალი ქოლესტერინი, ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და სხვა. ასევე გენეტიკამაც შეიძლება დიდი როლი ითამაშოს დაავადების განვითარებაში. დაავადება შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს ფიზიკურად არააქტიურ ან შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში. პერიფერიული არტერიების დაავადების გამოკვლევისთვის ნიუ ჰოსპიტალში გამოიყენება ყველა არსებული უახლესი დიაგნოსტიკის მეთოდი. მათ შორის ულტრასონოგრაფიული კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია და სელექტიური ანგიოგრაფია. დაავადების პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე, თუ პაციენტი არ მიმართავს ანგიოლოგს, შეიძლება უმტკინველოდ გავლილი მანძილი შემცირდეს, ტკივილი გახდეს მოსვენებითი და განვითარდეს შეუხორცებელი წყლულები.